ბოლნისში დაფუძნებული პოდკასტური რადიო, სადაც სხვადასხვა თაობა, პროფესია და პერსპექტივა ერთმანეთს ხვდება. ჩვენი რადიო აერთიანებს დიალოგებს, ისტორიებსა და გამოცდილებებს. მოგესალმებით საუბრის სივრცის მსმენელს, დღეს თქვენთვის მიკროფონთან იმუშავებს ქრისტინე ქუქჩიშვილი. ბოლნისში არის ადგილი, სადაც ბავშვები ყველაზე ხშირად იცინიან. და ეს ადგილი მინდა გითხრათ, რომ არის თოჯინების თეატრი. წინა გადაცემაში ჩვენ გვყავდა თეატრ საზღაპრეთის ხელმძღვანელი, ვისაუბრეთ ამ თეატრზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და გეგმებზე. დღეს კი მინდა ყურადღება გავამახვილოთ თეატრზე, რომელიც ბევრისთვის პირველი შეხვედრაა სცენასთან. ბოლნისის თოჯინების თეატრი ბავშვებისთვის უბრალოდ სანახაობა არ არის, მინდა გითხრათ. ეს არის ადგილი, სადაც ზღაპარი ცოცხლდება და თოჯინა იწყებს ლაპარაკს. აქ ბავშვები პირველად იგებენ, რომ სცენა შეიძლება პატარაც იყოს, მაგრამ ემოცია უდიდესი. დღეს ვიზაუბრებთ იმაზე, ვინ დგას ამ თეატრის უკან, როგორ იქნება სპექტაკლები და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ ქალაქში თოჯინების თეატრი არსებობდეს. ახლა კი გადავიდეთ მოდით სტუმართან და მოვისმინოთ ძალიან საინტერესო ისტორია ბოლნისის თოჯინების თეატრის შესახებ. მოგესალმებით, მე ვარ თამარ ბობოხიძე, 52 წლის, ვარ სამი შვილის დედა, ვარ დასაქმებული, ამ ეტაპისთვის ვარ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი და მაარსებელი. შემიძლიათ ჩემზე კიდევ გითხრათ. მუდმივად ვცდილობ განვითარდე, შევისწავლო სხვადასხვა პროფესია, სუძიებაში ვარ, მაგრამ თოჯინების თეატრი იყო, არის და ალბათ იქნება ჩემი ყველაზე დიდი გატაცება და ადგილი, საიდანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ ბავშვების სიხარულით. ეხლა ყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, გვიყვარს ერთმანეთი, ერთად ყოფნა გვიყვარს და აი ყოველთვის ვარ ძიებაში, რაღაცის შესწავლაში ვარ. როგორც არის ნათქვამი, ყოველ 7 წელიწადში ადამიანში ახალი ნიჭი იღვიძებს და მეც მე მგონი ასე ვარ. სულ რაღაც სიახლეს ვსწავლობ, ვისწავლე ბატიკა, ხატვა, შემდეგ კოლაჟს ვხატავდი, მერე მეშვექსეც ვქარგავდი, მერე მღეროდი, მერე დაკვრას შევისწავლე, მერე რაღაც მოკლედ სულ ასეთ ძიებაში ვარ, რომ რაღაცა ახალი შევისწავლო და ყოველთვის რაღაც სიახლე დავათვალიერო, მიყვარს მოგზაურობა, ყურადღებით ვუსმენ, არ მიყვარს ექსკურსია ისეთ ადგილას, სადაც ვთქვათ არ ამიხსნიან, გიდი არ მესაუბრება და სიღრმისეულად არ შევისწავლი, რაც უნდა დავათვალიერო, არ მიყვარს მხოლოდ თვალიერება, მიყვარს ისტორიის მოსმენა. ქალაქ ბოლნისში თოჯინების თეატრის დაარსებაში მთავარი როლი მიგიწვით. როგორ მიხვედით ამ შედეგამდე და საიდან დაარსდა ეს თეატრი? როგორც უკვე თქვი, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ვარ. ბავშვობიდან მქონდა ეს იდეა, უყურე ტელევიზიით სპექტაკლს ბატის ჭუკი და ეს იყო ჩემი мотивация, რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად გავხსნედი თოჯინების თეატრს, სადაც ბოლნისელი ბავშვებიც იგივენაირ სიამოვნებას მიიღებდნენ, როგორც ტელევიზიით უყურე. არ იყო ადვილი ამ ყველაფრის განხორციელება, მაგრამ ეტაპობრივად და დიდი სურვილით თუ გაქვს ყველაფერს მიაღწევ. და ვიცი, ბევრი ქარტეხილები გამოვიარე და აი აქამდე მოვედი. არ დავეცი არასოდეს ვიცვიდი, ვთქვათ, თანამოაზრეებს, სხვადასხვა თანამოაზრეები მიჯდებოდნენ და ასე მოვედი დღემდე. უყვარვართ ბოლნისში, გვყავს მაყურებელი და ყოველთვის ელიან ჩვენ სპექტაკლებს და ჩვენც არ ვიშურებთ ენერგიას. როგორც ვიცით, ბევრი ქალი მუშაობს თქვენთან ერთად. რას ფიქრობთ ქალის როლზე თეატრში? რაც შეეხება ქალების დასაქმებას თოჯინების თეატრში, მოხარული ვარ ამ კუთხით, რომ დასაქმებულები არიან ქალები, ჩართულები არიან საზოგადოებრივ საქმიანობაში.
გვიჭირს ხოლმე ხმები, მამაკაცის ხმები და გვეხმარებიან ხან სანდრო ბეჟანიშვილი, ხან ალექსანდრე ჩალაძე, ხან ნიკა აბდუშელიშვილი. ეხლა გვინდა დავიხმაროთ ირაკლი შეყილაძე. და თამაშით ვათამაშებთ, დეკორაციას ვაკეთებთ ერთად, მხიარულად. გვიყვარს ერთმანეთი. ბევრი კურიოზებიც გვაქვს და ჩვენი რეპეტიციები იუმორით სავსეა. მახარებს ასეთი თანადგომა ერთმანეთის მიმართ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სამსახურის გარეთაც. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ერთ მუჭად შეკრულებულ ხდებით. ეს არის ჩვენი სიძლიერე. ასე ვფიქრობ, რომ სპექტაკლებსაც ეთყობა ჩვენი გუნდურობა. ზოგადად მომხრევა, რომ ყველა ქალი იყოს დასაქმებული, უფრო ნაყოფიერი ხარ ოჯახშიც. უფრო მეტ განათლებას იღებ, გამოცდილებას იღებ, ვიღაცის აზრს ითვალისწინებ. ჩემი აზრით ამაზე უკეთესი არაფერია, მით უმეტეს ახლა თოჯინების თეატრში, როდესაც ესეთი უმხარეს ვემსახურებით, იმედია კიდევ დიდხანს ერთად ვიქნებით, ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ რაიონისთვისაც ეს ყოველთვის იქნება სახელი. ყოველ დღესასწაულზე თოჯინების თეატრი იღებს მონაწილეობას, პირიქით გულიმწყდება, რომ არ ვარ ამაში ჩართული, არ ვიზარებთ. მიუხედავად იმისა, რომ უნდა მიიტანო დეკორაცია, თოჯინები, თეჯირი, საწვალებელია ნამდვილად, მაგრამ ერთ თოჯინას 3 ადამიანი ვათამაშებთ. არ არის იული, მაგრამ გვიხარია, რომ ვალამაზებთ დღესასწაულს. გვიხარია, რომ ჭირდებით ჩვენს რაიონს და იმედია დიდხანს ვიმუშავებთ ასე ერთობით და მეგობრულად. რა არის თქვენი თეატრის მეთოდოლოგია? რისი გადაცემა, გაზიარება ხდება თეატრში და როგორ? როგორც მოგახსენეთ, ჩემი მეორე პროფესია სოციალური მუშაკი ვარ და ძალიან დიდი განათლება მოგცეს მოკლედ ამ კუთხით სახელმწიფომ გადაგვამზადა ჩაგვიტარდა ძალიან ბევრი ტრენინგი ბავშვის აღზრდის საკითხებზე, ოჯახის გაძლიერების საკითხებზე, პრევენციულ ღონისძიებების საკითხებზე, რომელიც თოჯინების თეატრშიც ძალიან გამოვიყენე. ყოველი ჩემი სპექტაკლი არის შემეცნებითი ხასიათის, არა დამღლელი. თქვენ ცნობიერად ყოველთვის რაღაც სასწავლოს ვდებ და ყოველთვის თითქმის სპექტაკლის შემდეგ აი მით უმეტეს ახლა ბაღების ჯგუფებს რომ ვიღებ, ყოველთვის მაქვს საუბარი, კითხვაზე პასუხი, რა ისწავლეს ამ სპექტაკლიდან და მხოლოდ სპექტაკლი არ არის ჩემი თოჯინების თეატრი, აუცილებლად რაღაც შემეცნებითია, რაღაც სასწავლოა, რაღაც სათამაშოა. სხვადასხვა რაღაცებს ვიგონებ, რომ სხვა კიდე ესთეტიკური განვითარების კუთხითაც და განათლების კუთხითაც რაღაც შევიტანო მარცვალი დავთესო ჩვენს მაყურებლებში, ჩვენს პატარა მაყურებლებში და ჩემი დევიზი ასეთია, რომ დიდი თეატრის მაყურებელი ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც ბავშვობაში სპექტაკლებზე დასწრების გამოცდილება არ აქვს. არ დადის კულტურულ ღონისძიებებზე, სიყვარული დიდობაში ვერ ჩამოყალიბდება. ცნობილი ფაქტია, რომ ხშირად თქვენი თეატრი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ფიქრობ თუ არა, რომ პირველ რიგში მუნიციპალიტეტი, შემდეგ კი ხალხი უფრო მეტად უნდა გეხმარებოდეთ და გიჭერდეთ მხარს. სწორად აღნიშნეთ, ჩვენი თეატრი ყველა თანამშრომელი ყოველთვის მზად არის გასწიოს საქველმოქმედო საქმიანობა. გვაქვს საქველმოქმედო ჩვენებები, უფასო ჩვენებები, სპექტაკლის. ეს ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ხდება. არც ერთი არ ამბობს უარს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. ზოგადად მე პირადად ასე მწამს, რომ ცხოვრება ბუმერანგია, რასაც გაუშვებ, იგივე უკან დაგიბრუნდება.
ვიცი ეს ჩემი ძალიან მომწონს ეს სიტყვები და ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია ჩემზე და აი მის შემდეგ რაც ეს გავიგე, ვცდილობ რომ ზუსტად ასე ვიცხოვრო, გავცე ის, რაც მინდა რომ მე დამიბრუნდეს. რა ვიცი, ძალიან ბევრს ვაკეთებთ ჭუმად. ზოგადად ასე ვფიქრობ ახლა რომ საქმე მქონდა საქმიანობა იმისათვის უნდა გახდეს ცნობადი რომ სხვას გადასდო, შეიძლება ვიღაცას სულ არ მოუვიდეს ეს აზრად, მაგრამ გაიგებს რომ შენ ეს გააკეთე, თვითონაც მოესურვოს ამის გაკეთება. მხოლოდ ამას ემსახურება თუ არის ჩვენი საქმე მქონდა საქმიანობა ცნობადი, ამას ემსახურება რომ სხვამაც გადაიღოს და გააკეთოს და არასოდეს იმას რომ ვიღაცამ მოგვიწონოს და ეს ყოველთვის ჩემთვის მიუღებელია რომ მადლობა ვიღაცამ გვითხრას და იმიტომ ვაკეთებთ რომ ტაში დაგვიკრას ვიღაცამ. რისიკეთებაც გინდა უნდა გააკეთო შენი სიამოვნებისთვის და იმისთვის რომ შენ გინდა ეს გააკეთო და არა იმიტომ რომ ვიღაცა მოგვიწონოს. ჩემი აზრით აი ეს მნიშვნელოვანია ძალიან. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას გვიჭირს ხოლმე ხანდახან მაყურებელი თოჯინების თეატრში თქვათ მობილიზებულად მოყვანა კლასებიდან ეხლა აღნიშნავ რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლელა გოგმაჩაძემ დიდი დახმარება გაგვიწია რომ შევძელით მიკროავტობუსით მოგვეყვანა პატარა მაყურებელი ჯგუფებად ჩვენთან ეს შთამბეჭდავი უფრო ბავშვისთვის დაუვიწყარია ჯგუფთან ერთად მოსვლა მეც წარმომიდგენია რომ აი ვარ ბაღში რომ როცა ვიყავი ბაღში ვიღაცას მიკროავტობუსით წავეყვანე თოჯინების თეატრში, სადაც მარტო თეატრი არ არის, ვათამაშებთ, ვამხიარულებთ, იქ გასაფერადებელ ფურცლებს ვაძლევთ, რაზია სპექტაკლი, იმაზე სახალისო თამაშს ვათამაშებთ და ბრუნდებიან ჯგუფში და ეს დაუვიწყარი იქნება ბავშვებისათვის და ამისათვის მადლობა რომ ხელი შეგვიწყო ამ კუთხით. სკოლებიდანაც გვიჭირს ბავშვების მოყვანა ეხლა ისე ჩართულები არიან კლასის დამრიგებლები და იმდენი საქმე აქვთ რომ ალბათ ვერ ახერხებენ ბავშვების მოყვანას, მაგრამ ვისურვებდით რომ აი ამ კუთხით დაგვეხმაროს. თოჯინების თეატრი ვერ იარსებებს მაყურებელის გარეშე, თუ არ გვეყოლა მაყურებელი და ჩვენ მოსახლეობას ვთხოვთ რომ მინიმალური თანხა დავადეთ ბილეთს თლად უფასოც რა არ იქნებოდა მართალი, მოგეხსენებათ სპექტაკლს უამრავი რამ სჭირდება შეძენა თოჯინების დეკორაციის და ასე შემდეგ და თუ არ შევიტანეთ ჩვენ ბიუჯეტში შეგვაქვს თანხა, ალბათ ვერც მოვითხოვთ დასაფინანსებლად და ამას ვთხოვთ ჩვენი რაიონის მოსახლეობას რომ მხარი დაგვიჭირონ მოიყვანონ ბავშვები ჩვენამდე. ბავშვი თვითონ ვერ მოდის და დიდ სიამოვნებას და სიხარულს ვანიჭებთ, როდესაც ჩვენთან არიან ისინი და ამაში დარწმუნებულები იყვნენ ჩვენი მშობლები, რომ იქნება ძალიან ბავშვური ჩვენი სპექტაკლი, გემოვნებიანი და დაუვიწყარი იქნება ალბათ, როდესაც დიდი გაიზრდება ბავშვი ყოველთვის ტკბილ მოგონებად დარჩება თოჯინების თეატრში სტუმრობა.